თამარი მადლობა. ავთო მადლობა, ავთო მაია. სათქცელიათ ახალგაზრდების დასარგებლად 30 წელი ერთმანეთს განსხვავთ. მაია, გასაგები ახლა თქვენი გულისხმობა, მაგრამ გადახედეთ სოფლიო პოლიტიკის ქრონოლოგიას. როგორ ებრძვიან ერთმანეთს, თურქეთში გადახედეთ. რასაკეთებენ ის ორი ქართველი, სტამბოლის მერი და თურქეთის პრეზიდენტი. ლამის სამოქალაქო ომი დაიწყო. ეს ურთიერთმანეთთან ბრძოლა და მხილება პოლიტიკის წესია. სხვანაირად საზოგადოება წინ ვერ წავა თუ არ ვამხილეთ ერთმანეთი პოლიტიკოსებმა და არ მიუთითეთ შეცდომებზე და არ გავასწორებიეთ. და არ ჩავაყენეთ ხალხ საქმის კუში რა ხდება, რა შეიძლება მოხდეს, რა ვითარდება. იგივე ქრისტიანობა რა არის, ქრისტე ხილები დაიწყო. ამხილა ეს მებაჟე ზაქე და ის ხალხს რო ჩაგრავდნენ ის ბიუროკრატები, ჩინოვნიკები. ეს არის ქრისტეს გზა, ეს არის. ეს არ არის ჩვენი მოგვარული, მაგრამ აი ამ ფორმატში არ შეიძლება იყოს სამყარო ფული. არ შეიძლება იყოს სამყარო ოკუპანტისგან შემოგზავნილი რეჟიმი, რომელსაც ერთსრულიად გაყიდოს ქვეყანა, დაღზე დადოს სამშობლო, ჩამოაჭრას ნაწილები, მსუყე და საკუთარ ოჯახს მოახმაროს. აქ უკვე საქართველოში მრავალპარტიულ ბრძოლას კი აღარ არის საუბარი და პარტიებს შორის დაპირისპირებაზე. ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი, ტარვალისაგან, რომელიც მტარვალმა გამოუგზავნა. თორემ აქ რო იყოს სიტუაცია, რომ პარტიებს ერთმანეთში ავავენ უკეთესი ვართ იქ დებატებზე დაჯდნენ, ერთმანეთთან რაღაცა პლატფორმები განეხილონ, კონცეფციები შეადარონ და ეს ბედნიერება იქნებოდა. აქ უნდა მივიდეთ ჩვენ. ბანკირებს რა უნდათ პოლიტიკაში ეს ვაჭარი ვირთხები, სპორტსმენებს რა უნდათ პოლიტიკაში ეს ფულზე გაყიდული ვირთხები, ბიზნესმენებს რა უნდათ პარლამენტში გაუმაძღარი ვერ გაწყა მაგათი ღორი მუცლები, პოლიტიკაში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები, პროფესიონალები. მადლობა მე მასახელებთ ძალიან ბევრია საქართველოში საბედნიეროდ ვინც პოლიტიკაში საპარლამენტო დონეზე, საგრებლოების დონეზე ღირსეულად წარმოადგენდა ხალხს და საზოგადოებას. სამწუხაროდ მათ დახშულია, იმიტომ რომ პოლიტიკა უზურპირებული აქვს აი ამ ბიზნესმენებს, აი ამ ოლიგარქებს, აი ამ ხისთავიან სპორტსმენებს. ესენ უნდა გავრეკოთ პოლიტიკიდან და აი საქართველოს გადარჩენის გასაღები ბატონ ტარელ ლამაშია. გოგა საერთოდ უნდა აეკრძალოთ სტადიონზე შესვლა, ვინც ეგრეთ ცუდად მოიქცა. მიმაჩნია რომ უნდა იყოს გუში, აი ზუსტად გოგამ ჩემი ის ნაფიქრალი გაახმოვანა. ეხლა იოლად გინდება სახის მიხედვით, ვიდეოს მიხედვით პიროვნების იდენტიფიცირება შეიძლება. თუ აგერ ნიღაბში ადგენენ იყო და აჯერიმებენ ბავშვებს. ეს ჩვენი ისინი რა ქვია, ყაჭაღები. ხო და ასეთ ადამიანს უნდა რამდენიმე მატჩზე მაინც აეკრძალოს შესვლა, რომ წვაისწავლოს ხო ეს დაუშვებელი რამე მოხდა. აი მე და თქვენთან ერთად სირცხulis გრძნობა განვიცადე. ხალხმა წააგეს, 6-1 წააგეს როგორი ახლა სომხებით ამოყარე ერია, ჩამოვიდნენ ხელა გზიდან. საგულო შემოგირო თავზე ბოთლები და ის დააყარეს. ეს სად ჩვენს ურთიერთობებში სად მოხდა? კრემლის სპეცსამსახურის აგენტები არიან სუსში და შსს პროკურატურაში თავდაცვაში ყველა ბობულა ვირთხები, ყველა კრემლის სპეცსამსახურის ნომრიანი ვირთხებია. ხო, მათი უფროსები არიან კრემლის კონტინგენტი. და იქ ქვედა და საშუალო ორგანოები ამ უფროსების ნების შემსრულებელი მონები, კი გეთანხმებით. დიახ, სინდა, მადლობა სინდას ბებია, ამერიკელი ბებია გარდაცვლილა და სამძიმარს გიცხადებთ, როგორც გავიგეთ, ხო? ხო, ბატონო შალვა, არ შეიძლება რომ ყველანაირად საუკეთესო პარტია რომ იყოს, ორზე მეტჯერ არ შეიძლებოდეს არჩევა. მე გეთახმებით, ორზე მეტი ვადით პარტიის თუ პოლიტიკოსის ხელისუფლებაში ყოფნა სრულიად რყნის პოლიტიკასაც, ამ პარტიასაც და იმ პიროვნებასაც. ეს არის სოფლიო პოლიტიკის კანონი. აი საბჭოთა კავშირის დროსაც კი მე ხომ მუშაობდი პროკურატურის ორგანოებში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე. იქ იყო მკაცრი წესი. პროკურორი 2 ვადაზე მეტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო რაიონში და ქალაქში. მას ან თქვათ უსვლიდიან სამოქმედო არეალს, სხვა რაიონში გადაყავდათ, ან მოდიოდა ცენტრალურ აპარატში, ზონაზე და იქ ანალიტიკურ მუშაობას ეწეოდა. ეს ხდებოდა რატომ? იმიტომ რომ 2 ვადის განმავლობაში იქ შეიძლება მომხდარიყო შერწყმა ადგილობრივ ბიუროკრატიასთან, კორუმპირებულ კლანებთან, მოჩალიჩე ხალხთან, შავ სამყაროსთან, კრიმინალებთან და ეს ვადიანობა იმიტომ იყო კომუნისტების დროსაც კი დაწესებული. პოლიტიკაში რა თქმა უნდა ასეთი რამ არ იყო, მაგრამ იქაც მიდიოდა ცვლილებები,
თქვათ ეგრე არ ხდებოდა, ახლა ნიკიტა სერგეიევიჩ ხრუშოვი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობიდან და მთავრობის თავმჯდომარეობიდან ოფიციალურად გაანთავისუფლა ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა. როგორია დიქტატორი, საბჭოთა კავშირის აღზრდილი იმპერიის ხელმძღვანელი დაუძახეს პლენუმზე, მის მიერვე შექმნილ და არჩეულ სტრუქტურაში და გაანთავისუფლეს თანამდებობიდან. ეს ხდება გაქანებული კომუნისტური სისტემის დროს. კომუნიზმი რა თქმა უნდა ვერ აშენდა, ტყუილი გამოდგა, მაგრამ კომუნისტური სისტემის დროს. და აგერეს ეს 12 წელი ეს ჯადო ვერ მოვიცილეთ, კაც მთელი მსოფლიო იმაშრობა თან იბრძვის ჩვენთან ერთად და კიდე ნახე როგორ ჩაჩხავენ ფეხებს და ძალიან ცუდად ჩაიჩეხებიან იქ სადაც მათი ადგილია. ია, პუტინი და ტრამპი რომ დაძმობილდნენ ჩვენ ვინ ჩაგვისვავს ჯიბეში. აი ამაშია ია საქმე რომ რაც არ უნდა დაძმობილდნენ პუტინი და ტრამპი ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ვაშინგტონის პოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან აი თქვენმა მონამორჩილმა 12 წლის მანძილზე ისეთი სამეგობრო შექმნა ვაშინგტონში. ეს ხალხი ეს უიკერი, ეს ვილსონი, ბრაიან მასტი, ASN ვინც დღეს ფარად გვიდგას იქეთ 12 წლის განმავლობაში ხვდებოდი და მაგა დეტალურად იციან ყველაფერი. ყველაფერი იციან დეტალურად და ვერანაირი ტრამპი მათზე გავლენას ვერ მოახდენს. ამერიკა ლობისტური სახელმწიფოა. ანუ იქ ლობებია. ის ლობი როგორც იმოქმედებს, მე ის პრეზიდენტი იმ გადაწყვეტილებას გამოუცხადებს. აი რო არ მემუშავა და არ მეულო ატლანტიკაზე, რის გამოც სამილიონო დაფინანსებად წაგვართვეს 5 წლის წინ იცით ალბათ. ეგ დადის იქ ამერიკაში იმ ფული და წაართვით და ყველა პარტიას წაართვეს, სხვა პარტიას დაუტოვეს პარლამენტიდან და რეალურად მე დავჭი წართმეული. მაგრამ რა თქმა უნდა ამაც ვერ გაგვეჩერა. უკანასკნელი საარჩევნო საბადებელი რაც მებადა მოახმარა იმას რომ ეს საქმე დამოგვირგვინებია და დღეს უკვე ისეთი ლობი ყავს ჩვენ იქ საქართველოს რომ მას ვერანაირი ტრამპი ვერ შეაცვლურინებს აზრს ივანიშვილის რეჟიმზე. აი ეს ჯგუფი რო არ ყოფილიყო, მე იას დავეთანხმები და შეიძლება მომხდარიყო ძალიან მძიმე ამბავი და უკრაინის ან ტრამპის და პუტინის დაძმობილების ფორმატში აი ეს ხელისუფლება დაგვრჩებოდა. ეს საფრთხე რეალურად არსებობდა. ეკა რატომ არ აღიარებთ ბატონ შალო რომ მიშას თავისუფლების მოთხოვნა აუცილებელია და ხალხი ვერ ველოდება ამას ოპოზიციისგან სალსერგე ბიზნესს ყველა რომ ჩაყალბავს კომცხადია. ჩვენ გითხოთ მის განთავისუფლებას უკვე მრავალი წელია, არ ვიცი თუ რამდენად ხარ საქმის კურსში, ეს იცის ექს-პრეზიდენტმაც, მისმა ოჯახმაც, მისმა თანამებრძოლებმაც. დარჩენი ახლა უნდა დაორგანიზოს და იმოქმედოს მისმა პარტიამ, თავისთავად ცხადია. რეალურად რა თქმა უნდა შეცდომა იყო რომ ჩამოვიდა თავი დააჯერია. ეხლა ეგ რო გარეთ ყოფილიყო და კიევიდან მისი ხმა შემოგშველებოდა, იქნებოდა ძალიან კარგი. არასწორად იმოქმედა. ვერ გავიგე რა იმედები ქონდა, როცა ესეთ გარემოში ჩამოდიოდა და დამთავრდა ეს წარუმატებლად. ზურა, შალვა, როგორ ფიქრობ, მიშამ ზეთუნახავი? არ ვიცი. ზეთუნახავი? ვიცი ზღაპრებიდან მე და პოლიტიკოსი ზეთუნახავი რაღაცა არ ამგონია ვინმე ვიყოთ. გიორგი, ტელევიზია არც სამთავრობო უნდა იყოს, არც ოპოზიციური. ხო, აი ამ გეთახმებით გიორგი. აი ამ ტელევიზიაზე ხო არ გამოხჩეს, აგერ ბორდის სამარცხინოს ხდომა ნახე იმ დღეს. საზოგადოებრივი ტელევიზია, რომლის შენახვაც აი თქვენ ყოველ თქვენგანს გიჯდებათ მთლიანობაში 200 მილიონამდე. და ვისმენთ რას? ივანიშვილის ქებადიდებას, კალაძის ინტერვიუებს, იმას რა ქვია, ხაინდრავას შოუებს და რეჟიმის ბასტიონად გადაიქცა. ჩვენი პირდაპირ თანხებით შექმნილი და ფუნქციონირებადი არხი, რომელიც უნდა იყოს გახსნილი ყველა ჯგუფის, ხედვის, ოპოზიცია, პოზიცია ყველასთვის. თუ საზოგადოებრივი. ნუ კარგი ახლა იმედი გასაგებია რომ მათი პირადი კანტორა. ეს ხო ჩვენი ფულით ფინანსდება. ხო და ამ ბორდის ხდომა ეს იყო მარაზმი ხალხო, ეს რა ვნახე? ჯერ ვინ არიან? ნახე შეხედავი ვასიკო მაღლაფერიძეს და მონღოლების საქართველოში ყოფნის დასტური კაცი. ნუ ჯანდაბას ახლა მაგის თავი კიდე არ დაამბრალონ ეს რაღაცა ფობია. ახლა მონღოლების იძულველი მაგაზე კი არა, მაგ საუბარი ფსიქოლოგიით არის.
მონღოლი მტაცებელი. პირველ ყოფილი. თავისი პოლიტიკით და თავისი საქმიანობით შექმნა ოლიგარქის სადიდებელი ორგანო შეიძლება ითქვას ტელევიზიის სახით. როდესაც რკინის ხელით მართავს ყველა ამ პროცესს. ეს არის ნაზირალაგაცი ეს ვასიკო. ჯერ იყო მოქალაქეთა კავშირში. მე იყო მიშა სააკაშვილთან იმის შეცდომები ეს არის რომ აი ესეთი ხალხი აიტრია. მე მცხეთანთიანეთის გუბერნატორი იყო. მე პატრაგაშვილთან იყო. მე გადავიდა ამასთან. უიდეო, უპრინციპო, უნამუსო. და პროკურატურას გადასცა ჟურნალისტების საქმეები, რომლებიც თქვათ განსხვავებული აზრის მატარებლები არიან. რის 37 წელი, 37 წელი. ნუ მაშინ ხდებოდა, ხო, თეატრის დირექტორი მოიწოდა სხდომას და ხალხის მტრების დოსიეს გადასცემდა NKVD-ს. აი იგივე განმეორდა ვასიკოს პირით. იქ გვერდზე ეჯდა ის მურღულია, გადავირია ხალხო. კაპჩონივით დაკაპჩონებულა. გამახსენდა 97-ში რო ქონდა პროცესები უჩივლე ჩევერნაძეს უფასო საშუალო განათლება დაგვიკანონებინა, განათლების სამინისტროდან იყო წარმომადგენელი სასამართლოში ეს მურღულია და იბრძოდა რომ ფასიანი ყოფილიყო საშუალო სკოლებში სწავლა. ეს ცოცხალი ყოფილა და გვერდზე ეჯდა ვასიკოს. ორი ვასიკო ერთად, ორი ვასიკო. მარაზმი ეს ბებერი პუტინისტი ეს ბონდო რა გვარია ეს დამავიწყდა ამის გვარის დამავიწყდა სამარცხინო კაცი ობიექტივზე რომ მიხავდა რაღაცა თოქ-შოუ ისვის ბორდის წევრი გამხდარა მე ერთი გრანტი ჭამია იყო დიტო გელოვანის ფსევდონიმით წერდა უბინძურე სტატიებს განსაკუთრებით მევძულდი ნუ ჯანდაბას ახლა ჩემს ზული არ არის თავარი თუ კი რამე გრანტი შემოვიდა რეზონანსი გაზეთი რო იყო და ის უცხოეთიდან ამასთან მიდიოდა აი დიტო გელოვანთან ესაც ბიზნესი და ზისი ბორჩი წევრად მე რიქ სოროსის ბებია ზია ანთაძე დაუძინებელი მტერი იყო ჩვენი და პრეს კონფერენციებზე ესწრებოდა რათა თუ რამეს ვიტყოდი კრიტიკულ სოროსზე ან ამერიკაზე ამერიკას შეიძლება ვაკრიტიკებდი და კიდევაც გავაკრიტიკებდი თუ დაიმსახურებენ ამას იმავე წუთს მიდიოდა საჩივრები ვაშინგტონში ესაც იყოფილა ბორჩი ბანდა რო აი პირდაპირ უნდა მივიდეს პროკურორი დაარტყას სანქცია და წაიყვანოს იზოლატორში აი ეს კატეგორია იქ და ესენი დაიცავენ სიტყვის უფლებას და ესენი გვაღისემენ რაიმე სინათლის გვირაბის ბოლოს მეტი რა ჩემტერი ამათ ერთადერთი გახვეტა უშველის გახტ უნდა გაიხვეტონ როგორც ნაგავი იატაკიდან ანასტასია ქალბატონი ნინო ბურჯუანზე ასათ ჩანს საკმაოდ ნიჭიერი და გამოსული პოლიტიკოსია მის პარტიასთან კოალიციაში შესვლა მოაძლიერებს მობილო პოზიციას რა ხო ისა ნინო რაღაცა ხო ნინო რაღაცა ბოლო დროს არ ჩანს კიდე ამერიკა ჩვენათებლოს დავადების დღე მომილოცა კი ეს იყო ძალიან გამიხარდა რომ გავიგე მისი ხმა მაგრამ აი არ ჩანს ნოტყობა არ თუ საჯერო ჯერჯერობით აქტუალურს არ ვიცი ხაზარაძეს გვარამია და კიდევ ბევრი მოღალატე ბორინგას ნაყიდი ვითომ პოზიცია ვაჭარი ვირთხები აფერისტები ხო ნუ გვარამეზე ხო საუბარი აღარ არის ის გოგია ქურდაძე აი ამ თავარი არხის დირექტორი თulis გვარამესგან მოპრობლემებს და ვეღარ დათვალა ეხლა ბოლო ინფორმაციით 4 მილიონი კიდევ აუთვისებია იმ სარეკლამო ფულის რაღაცა ვიღაცის სახელზე გაუგდი ცოლის სახელზე თუ ვიღაც სახელზე დაუდიან წარმოუდგენელი აი ესეთი თაღლითური ტვინი ნამდვილად ნუ კრიმინალურ სამყაროს შამაყო ალბათ კრემლულ სამყაროში ნამდვილად ექნება დაფასება ასეც. მოხდა არა ნორმალურ საზოგადოებაში. ეკა არჩევნებზე გეთანხმებით არავითარი არჩევნები მადლობება. ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ეს რუსების მონები დარჩნენ ხელისუფლებაში, როდესაც ხომ უნდა დასრულდეს ეს ერთ და იგივე ნაგავი ხალხი. მალე დასრულდება ჩემო მეგობარო გიო, მალე დასრულდება. ამისაც ყველაფერს ვაკეთებთ და ალბათ მეც რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებ, იმიტომ რომ ნუ ახლა უსასრულოდ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ცოტა თავარია ეს ამას მოგაცილებთ და დანარჩენ უკვე თქვენ მიხედეთ ქვეყანას. საბა, მადლობთ საბა. ეკა. ეხლა არა ეგრე მერე უნდა ქნათ მხილებები ჯერ ბიძინა მოიშორეთ. კი, რა თქმა უნდა, ასე ვაპირებთ ეკა. ხვიჩა კი მაგრამ ოპოზიციის განცხადებები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო რამდენად ადეკვატურია თუ იძახით რომ მოცნებას ცოტა დარჩება ვამთავრებთო რუსთაველიძე ასეთი იმედები თვეები აქციები არ წლება და ხო გასაგებია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ნიშნავს მთელი პროცესის ჩაგდებას
რაც გავიარეთ აი მთელი ხაზის გადასმას მთელ მიტინგებზე და პროტესტებზე პოლიტიკური პატიმრების აღიარებას რომ ისინი კანონურად დაიჭირეს რეჟიმის ძალადობის გამართლებას რომ მართლა კანონს უარღვევდით და სწორად გვიმტროდნენ თაყბას და სწორად გვიწამლავდნენ ბავშვებს ეს ნიშნავს იმას რომ ვაღიარებთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ლეგიტიმურობას ეს ნიშნავს იმას რომ სასანქციო პროცესი გაჩერდება და დაიწყება უკვე პროცესი სანქციები რაც ადევს უკვე ივანიშვილის შეიძლება ისიც მოუხსნან ამუშავდება ამის ლობი უკვე მილიარდებს გაუჩვევს როგორც მოგხსენებთ ლობისტები არ დახოცილენ ჯერ და კიდევ უხდის კი ვიღაცებს რომ იქ იჩალიჩონ და რაღაცებში დააწმუნონ ვიღაცები თუმცა ვერ აწმუნონ მე როგორც გითხარით ამიტომ ეს არის ყველაფრის თავდაყრა დაყენება და ეს ნიშნავს ისტორიის შაქცუგობა დატრიალებას ასე რომ მე ვფიქრობ ამაზე არანაირი მტკიცებება არ მოგჭირდებოდეს ერთმანეთთან სერგი ბადმაშალვა რას უშუალოდ ეკონომიკას ამ ოპოზიციას იდეა არ აქვს სერგი ეკონომიკა დადგება ფეხზე მაშინ როცა ოლიგარქია გავა პოლიტიკიდან სანამ ოლიგარქია პოლიტიკაში ეკონომიკას არაფერი არ ეჩვენება ეკონომიკა იქნება ოლიგარქიული არაგანვითარებადი ჩაკეტილი სეპარატისტული სექტანტული ისინი არ დაუშვებენ იმას რომ ნიჭით სავსე ადამიანმა ვისაც აქვს ბიზნესის მიდრეკილება ახლა მაგალითად არ მაქვს მიდრეკილება რაც არ უნდა პირობები შემიქნა პირველივე შემთხვევაში გადამაგდებს და პირველივე ბალანსი ამერევა არა მაქვს მაგრამ უამრავს აქვს უნიკალური თვისებები რომ ბიზნესში მოღვაწეობს მაგრამ ვერ იწყებს ამას იმიტომ რომ ყველა დარგი მონოპოლიზირებულია აფთიაქები მთლიანად ავერსისაა არ შეუშვებენ ახალს ლუდი თქვათ იმ თოფაძის იყო და ტყემალაძის ის თოფაძე მოგდა ტყემალაძე დარჩა თქვათ ღვინო აი ამ ძმები ასკანელები და ეს რა ქვია ის რუსეთ ხარებავები ხო რუსეთის აგენტურა ვარ შემოსული აი ამათია და ნუ ეს ცემენტი ბიძინა ივანიშვილისა და მეცაც გეტყვით აი ცემენტი რო გადაიქცეს ცემენტად რაღაცა ნივთიერება ყოფილა სპეციალური რომელიც უნდა გაურიო მასში და ეს ნივთიერება რაჭაში მოიპოვება თურმე მაგრამ ამას შემოგვ აზერბაიჯანიდან იქ უხდის მილიონებს იქ აქვს ხელშეკრულება დადებული და მკაცრად აკონტროლებს ვინმე არ შემოიტანოს ან ირანიდან ან რაჭიდან ან რუსეთიდან ან უკრაინიდან ან საიდან და ასეთ პირობებში არავითარი ბიზნესი არ განვითარდება მეგობრებო სულ როკფელერები და მორგანები რომ ჩამოვიდნენ იმით პარაშუტებით აქ. ამიტომ ესენი უნდა განიდევნონ პოლიტიკიდან, ესენი ახერხებენ მონოპოლიზაციას პოლიტიკით. და როცა არ იქნებიან პოლიტიკაში მინისტრებად და დეპუტატებად, მე იქნებიან ჩვეულებრივ თანასწორ პირობებში, მათ შორის ბიზნეს სასტარტო პოზიციებში. ხო, ბატონო, თუ ჩვენს გვინდა რომ პროფესიონალი მოვიდნენ პოლიტიკაში, ამისთვის ვიბრძვით ზუსტად მადლობა ეკა, მადლობა ზუხტის სერგი. ხო, ეკონომიკაზე გითხარით სერგი, მაია, რა აგორ მინდა თქვენ მოხვიდეთ თავ. მადლობა მაია. ეს მე ძალიან მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხო, ბონდომ ძინარაშვილი, ეს სამარცხვინო არსება. სამარცხვინო არსება. მე ახლა ეგ არ არის სალაბარაკო, ახლა კიდე ჰომოფობიას დამობრალებენ. აი ეს მაკვირვებს მე. ვინც ვიცით რეალურად რომ ჰომო მიმართულებისაა. რა ერთსქესიან თუ რას ეძახიან LGBT-ია, ხო? ისინი იბრძვიან ახლა LGBT-ს წინააღმდეგ და ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ. არ მინდა ახლა მე გვარები დავასახელო, იგივე იმ ბორდში, იგივე პარლამენტში, ვინც იმ კანონს ატრიალებს იმ LGBT-ს წინააღმდეგ. არ მინდა ახლა ოჯახები ყავდა უხერხულობა შეუქმნა, მაგრამ ხო ვიცით იმის არ იყოს ვირა წარმოშობისა ეთნიკური უკურთხორმა მე. ხო ვიცით ვირა საკეთებს კაცო. დაჟე 1-2-ზე აქ ჩამოვიდა მთელი ლიახვის მოსახლეობა 2005 წელს რა ნახეთო მთელი ღამე ორი კაცი ნივაში იჯდაო და თან ცროლები მიდის იქ იმ დროს აი პირველი ცროლები ვიყავ და ნორმალური ხო უნდა იყო რომ ნორმალური სექსტორი დაკავდება ამ დროს ადამიანები თუ ფსიქიკურად ნორმალურია და ამით არიან დაკავებული და დამადგა მთელი ლიახვის მოსახლეობა თავზე მე ხო უხერხულობაში ჩავარდი მოვთხარ ახლა ეს თემა რომ ამას ტელევიზიით ვერ გამოუცხადებ და თვითონ იქ მიაკითხეთ მეთქი იმათობ. ეხლა ის ორი ტიპი ის არის რა ქვია პარლამენტში ის და ებრძვის ჰომოსექსუალისტებს. აი სამარცხვინოები ყოველთვის. მე მაინც ვფიქრობ რომ უნდა გახვიდეთ არჩევნებზე ფრანჩესკო გწევს არა ბატონო ფრანჩესკო არჩევნებზე გასვლა ნიშნავს ქვეყნის გულში ჩაცემულ სატევას გამორიცხულია. ხვიჩა, ბოლომდე წაგითხე სხვა რამე ვიკითხე, სხვა რამეს ლაპარაკობთ. ხვიჩა, გოლოთაში.
არ ვიცი რა მოგონახავთ ერთ თუ შემხდო თქვენის ვახო ნაძირალა ბონდო მძინარაშვილი ხო ნუ სამწუხაროდ ამ ეპითეტს იმსახურებს ხათუნა ბატონშალო ვეღარ გამიგიათ ხო აგვიხსენის სწორია რომ არჩევნებზე გავიდეთ ყველა ისევ გააყალბონ თუ კაციშვილი არ გავიდეთ ხომ და არავითარი არჩევნებამდე ესენი უნდა მოხჭობილი იქნან პოლიტიკურად არჩევნებამდე ესენი სანქცირებული იქნებიან სრულიად და წესრიგით უნდა გარბოდენ უკან მოუხედავად და მე უკვე თავისუფალი პირობებში რა თქმა უნდა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პირველ რიგში და ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება და აირჩევთ იმ ხალხს უმაღლეს და ქვედარ გოლებშიც ვისი შინაგანი მოთხოვნილება მოღვაწეობა საჯარო მოღვაწეობა ხალხის პრობლემების წინ გამოტანა ბრძოლა ამისათვის ადამიანებისათვის თავის მოწონება თავის საქმიანობით აბა ჩვენ იმიტომ ვიბრძვით რომ ადამიანებს მოაწონოთ თავი თუ მოგაწონოთ თავი აბა ეს შინაგანი მოთხოვნილებაა და მოგაწონოთ თავი გაკეთებული საქმეებით აქტიურობით ბრძოლით აი ეს ფენა უნდა წამოვიდეს და ესენ რომ წამულენ პოლიტიკაში მე ოლიგარქის ადგილი აღარ დარჩება და მე დაიწყება სახელმწიფოებრივი მშენებლობა ეხლა ჩვენ სახელმწიფო არა გვაქვს თავს რომ მოითხოვებთ სახელმწიფო თუ კი რამე იყო შექმნილი წვალების და იმით იყიდა მიითვისოთ ჩაიდო ჯიბეში ამ ბატონი დიახ კახა კაცმა ყოველდღე ხიზილა რომ ჭამოს ისიც კი მობეზდება ეს ოცნება რა მარგალიტი ასტრო ვერ მოუშორეთ ხო მარგალიტობაზე რა მოვაწყენოთ მაგრამ ძალიან მალე მოუშორეთ სერგი აქ ბრუკლინში რამე ლექციებს გეგმავთ აი ძალიან მეანატრება ბრუკლინელები ბოლოს მქონდა იქ შეხვედრა მაისის თუ იყო მგონი ხო თუ ივნისში საოცარი ლამაზი ხალხი შემხვდა მათ შორის ახალგაზრდობა რომლებიც იქ არიან დაბადებული უკვე თაობა წამოიზა და იქ დაბადებული ძალიან ისეთ შეხედავდი ვასკლოვებით ახალგაზრდები იქ სანაპიროზე მქონდა შეხვედრა და ეთყობა ბანაობდნენ იქა და რომ დამინახეს მოვიდნენ და გადამკოცნა ყველამ როგორც ჩანს ინტერესდება ჩვენი იქ დაბადებული თაობა პოლიტიკით და პოლიტიკოსებით და ეს ძალიან კარგია ხათუნა გისმინოს ღმერთმა გაიხარეთ ხათუნა გიორგი კალაძეს ხალხს ცივ ზამთარში სახლები დაუნგრია შადრევანში ბავშვი დაიტოკა როგორ შეიძლება ხო გეთახმებით გიორგი ერთი ბავშვი კი არ მოკვდა მარტო იმ შადრევანში მეორე ბავშვი იქ მოკვდა წყნეთის პარკში რომელიც ასევე მერის კონტროლის ქვეშ იყო დენის დარტყმის შედეგად თუმცა სკამზე გადადიოდა დენი ხო კიდევ რამდენიმე ოჯახი ამოიწვა მერის უპასუხისმგებლობისა და გაზგანაწეველი კომპანიის დანაშაულური ქმედების გამო ოჯახებში დიღმის მასივში მთელი ოჯახი ამოიწვა ხო ეს ყველაფერი არის მერის პასუხისმგებლობის საკითხი თან პირადად დაუძახა რომ აი გავხსენით აუზი და მოდით იბანავეთ კალაცემ პირადად ბავშვები დაპატიჟა და როცა მივიდა და ის ანგელოზი ბავშვი დაიღუპა ნუ სამწუხაროდ მშობლებს არ აღმოჩნდა ბრძოლის უნარი და ჟიენი და ნუ მიატოვეს ეს საქმე ეს ბავშვი რო დაიღუპა მე გამოვიდა ის უსახო განათლების მინისტრი რო იყო იმასაც გვარი აქვს ნაყიდი 10 ლარიანი გვარი აქვს რა გვარია ჩიდილი ამილახვარ და რა განაცხადა ხო გახსოვთ ის ბავშვები შატალოზე წავიდნენ და სკოლა არ აგებსო პასუხს მშობელს უნდა მიეცეო ყურადღება რას ქვია ჩვენ რო წავიდოდით შატალოზე მთელი დირექტორიან დამლაგებლად უკან მოყვებოდა ყველა ტირილით რო არიქა დაბრუნდით ბავშვებო და არიქა ტყეში დუშეთში რას ქვია შატალოზე წავიდნენ და სკოლამ პასუხისმგებლობა მოუწდა აბა ეს არის სკოლა ის უხდეს ხალხი ფულს იმ ჯამაგირს იმ პედაგოგებს იმისაც მარტო რომ საარჩევნოები ადგენდნენ და გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა არჩევნების დიახ ეხლა კიდე ხორში მოვიდა რამე ახალი შეკითხვები ნახოთ არ გამოგვეპაროს ერთ-სამით ხო ნუ პრინციპში გადაგალეთ მაგრამ ვფიქრობ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა ბევრ რამეს ვსწავლობთ ერთმანეთისგან მე ვსწავლობ პირველ რიგში თქვენგან ძალიან ბევრ რამეს და მთავარ აქცენტებს ხშირად თქვენგან ვიღებ აი ამ შეკითხვები და ამ ურთიერთობით და პოლიტიკაც ეს არის უნდა ხალხის ინტერესები ასახო გაითვალისწინო და იმის მიხედვით იმოქმედო სხვა შემთხვევაში შეგიძლია დაждე წიგნი დაწერო არა სამთავრობო გახსნა რაღაც ჩემი საკუთარი საქმე დაკავდე და ესენი ვინც არიან იქ პარლამენტში შესულები ზუსტად და ესე შემთხვევით არიან მოხვედრილი პოლიტიკაში მათ საერთოდ არ ინტერესებს ჩვენი აზრი ჩვენი ინტერესები ჩვენი ტკივილები აი სწორედ ამიტომ ისტორია მათ სანაგვეზე მიუჩენს ადგილს და ჟამი ახლოვდება საქართველოს კიდევ გაიმარჯვებს თქვენთან ერთად წარმატებები